ყავდეს Porsche რთულია? ჩემი ასაკისთვის რთულია. რატო დავდივარ ტაქსით? სერვისის თანხამამისთვის თუ გითხოვია? არ შემიძლია. ბევრს კი გონია რომ ეხა ვართმევ და ხარჯავ და გულაობ და რაღაცა, მაგრამ შეყვარებული ყავს? წინა გადაცემაში რომ ვიყავი ყავდა. შეიძლება ისეთ რამე გაგიკეთოს ადამიანმა რომ გძულდეს და ვერც ვერავინ ვერ გეტყვის ვერაფერს რომ გძულს. შენი აზრით რამდენ ხანში შეძლებ რომ უყიდო მამაშენს Porsche? მე მგონია რომ მაქსიმუმ მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი ოკაია ვარ. გამარჯობა მეგობრებო. დღეს ჩვენი სტუმარია გუგა გიორგობიანი. თქვენთან მოსვლა სულ სასიამოვნოა და ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრე, დაგვაფასე და ეს სიტყვები სასიამოვნო მოსასმენი. ესეც სერიოზულ გადაცემაში ვარ პირველად. აი რაღაც ტელევიზიებშიც კი ვყოფილ ვარ, მაგრამ აი YouTube-ურ ფორმატში პირველად ვარ რა. ბიჭო, არის YouTube-ური ფორმატი, ეგ მაინტერესებს. კი, ყველაფერი საჭიროა ჩემი აზრით. YouTube-ზე ყველაფერი საჭიროა. საერთოდ ყველანაირი კონტენტი უნდა. იმიტომ რომ რაღაც ადამიანები ხვდებიან, ვიღაც ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ესეთი კონტენტი YouTube-ზე არაბუნებრივია და ტელეფონით უნდა იღებდე YouTube-ზე. ტელევიზია და ყველაფერი გახდეს ისეთი, რომ YouTube-ზე იყოს ყველაფერი საყურებელი, მაშინ საჭიროა რა. მაშინ საჭიროა. ანუ კარგ საქმეს ვაკეთებ. პირველი ტიპი, ხო. ძალიან დიდი მადლობა. პირველად ხარ ახსენე ესეთ ფორმატში. და შენ რო იყო წამყვანი, შენ თავს რას კითხავდი? აქ რა გინდა თქო პირველ რიგში ვკითხავდი, იმიტომ რომ სულ იუმორისტულ გადაცემებში ვარ. ან კიდე ცოტა აი შედარებით ლაით გადაცემებში დავდივარ და სახალისო გადაცემებში. მაგრამ აი ყველანაირი ინტერესი მაქვს, რომ ესეც მაინტერესებს. ეხლა და თან მოვედი და თან წამყვანთან მეგობრობ. მაგრამ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. წინასწარ სანამ გავაგრძელებთ, იმედია კარგი გადაცემა გამოვა. რა თქმა უნდა. კარგი, სერიოზულ კითხვაზე გადავიდეთ. კი ბატონო, დავიწყოთ, აბა ველოდები, მაგრამ ყველაზე მეტად რას აფასებ ადამიანში? ყველაზე მეტად რას ერთგულებას ვაფასებ. ადამიანში ყველაზე მეტად. კი ბატონო. ერთგული თუ ადამიანი არის სანდო და არის გულიანი ტიპები. გულიანი ტიპები გიყვარს. აი, როგორ მიყვარს იცი, აი, ადამიანი თუ გულიანია, შემიძლია ისე ჩავიხუტო და აი ვიცოდე, რომ აი არ ვიცი, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო მე მაგ ადამიანის გამო. ერთგულების თამაში თუ შეიძლება შენი ასეთ. ერთგულების თამაში ყველაფერი შეიძლება, მაგრამ დროის განმავლობაში ყველაფერს ამოღავებ რა. რომ მაგარია ესეთი ლაპარაკი. გავშე სხვა გადაცემაში ვარ უკვე დავამოღავე. ძალიან კაია. ეხლა მე სათვალეებით უნდა მოსულიყო, ხო ის რომ გამდიდრდებიან და მე სათვალეებს რო იკეთებენ და ესე. აი 10 წლის მერე შევწეროთ მაშინ ეგ გადაცემა. ოკეი, ეგეთ და მე მოვალ სათვალეებით, მაგრამ როგორც მდიდარი. ხო, როგორც მდიდარი. ყველაზე მეტად რისი გეშინია? რის სიმაღლის მეშინია და ანუ საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია ისე ზოგადად, მაგრამ ესე შიშებში მეშინია სიმაღლის. ერთადერთი არის რაც აი მენა მაღალ სართულიან შენობაზე აივანზე რო გავდივარ ხოლმე, ესე ვერ ვიყურები რა. ის მგონია რომ გადავარდები. ვარ გიცდია რომ გადალახო ეგ შიში და ვიცდია ძალიან ბევრჯერ თან და ერთხელ გამოვფრინდი პარაპლანით. ხო? კი, გადაცემაში, ანუ მე მაქვს ნათქვამი, რომ YouTube-ისთვის ჩემ არხს თუ დაჭირდება, გავაკეთებ ყველაფერს და ჩემ გუნდის წევრებს არ მინდა რომ ვაგრძნობინო ხოლმე, რომ რაღაცის მეშინია და ეგ იყო პირველი მომენტი, როცა ესე ვდგავარი პარაპლანზე და მეთქი ხა გავჩერდები და შეიძლება YouTube-დან წავიდე, უყო და აქ არ გადავხტე და უკვე გარბოდა ის ტიპი. რო გადახტა აი მახსოვს რომ ესე თვალები გავახილე სპონსორი ვთქვი და ეგრევე გავთიშე კამერა, იმიტომ რომ ისე ცუდად ვიყავი, თან აი მამაჩემი და ჩაპამელოდებოდნენ ქვემოთ და მეთქი ეხლა უყო ჩავიდეს, მანდ გაჩერდეს, დავსვას ჩემ ძაღლს მოვთე რომ მამაჩ ჩავეხუტოს, ვაკაცებს დაურეკო აქ და წავიდე და აქ არასდროს აღარ დავბრუნდები მეთქი. ეგ რო ანუ გაბედე ახლა ხო შე. გავბედე იმიტომ რომ პროსტა ვიდეოს გამოგავდი. მაგ დროს მე ანუ და ისევ ხელახლა დაგიბრუნდა ის გზნობა, ვერ გადალახე, ამ ერთი გადახდომი. თვალები მქონდა დახუჭული, ესე ვიყავი და Are you sitting well? რო გადავხტე მეთქი no, ან თან yes ვეუბნები კამერაში რომ თან არ მეშინია რა, არ გეშინია. აი თავს რო ვეუბნები რაღაცაზე რომ არ გეშინია, ეხლა გაახლე გავახელდი მეშინია. არ გეშინია და აი სულ ეგრე გრძელდებოდა რა. აზრი არ აქვს, აი ვერ უმკლავდები მაგას რომ მაღლა რო ავდივარ, მაინც მეშინია, მაგრამ მგონია რომ ოდესმე მექნება მომენტი. რომ აი ვიტყვი რომ შევ აღარ მეშინია რა. ანუ YouTube-ზე ახსენე რომ YouTube-ზე ყველაფერს გამკეთებელი ხარ რომ შენი გამომწერები ასე ამონ. კი, აი მაგრამ მინდა რომ YouTube-იც მაგრად დავქოქო რა. ქართული YouTube-ზე ვის უყურებ? კაკოს უყურებ ყველაზე ხშირად და ერთადერთი ტიპია ვისაც არ ვახვევ რა. ანუ აი 10 წამიანი გადახვევა რო არის, მაგას არ ვაკეთებ, ყველა დეტალი მაინტერესებს. კანგი კაცი. მაგარია. ეხლა ბოლოს ნახე 27 წლად რო იყო. ყველას უყურებ მაგ სერიებს, იმიტომ რომ აი ან ტიპი პერსონაჟი ისე მეოსება, როგორც YouTube-ისთვის, აი YouTuber-ია რა. თუნდა უყურებ. ბიჭო, მე მქონდა ეგეთი განცდა რა და შენ გეცოდინება, იმიტომ რომ ბევრი YouTuber-თან გაქვს შეხება ესე თუ ის.
ანუ როგორ კაკოზე არ მოხსა უბრალოდ, მაგრამ რო იყო ვიდეო, რომ აი 10 ევროდ როგორ უნდა იცხოვრო ევროპაში. ეგეთ ვიდეოები ხო ხდება ხოლმე? კი. მართლა აკეთებენ შენი აზრით? ჩემი აზრით ვიღაცები არიან, ვინც მართლა აკეთებენ და ვიღაცები არიან. კაკოს ეთყობა რომ მართლა აკეთებს. გზნობს რა. აი კაკრას ეგ არის ყველაზე მაგარი მომენტი, რომ ძალიან რეალურია რა მაგის ვიდეოები და თავარი ფიშკა ჩემი აზრით ეგ არის, რომ ტიპი ვიცით როგორია და მე მან დრო მიდის, უკვე ეგ ტიპი უკვე წარმოგიდგენია დაახლოებით რა სწავს მან და ძალიან მაგარია რა. კაკოს გარდა ვინ არის? ვიცი რომ არ იტყუება რა. ხო, ეთყობა, გზნობს როგორც მაყურებელი. კაკოს გარდა მოკითხვა კაკოს, მაგრამ თუ გვატყუებს, მაგრად გვატყუებ. არ ვიცი. არ გვატყუებს შეიძლება მაგის. კაკოს გარდა არის კიდევ ვინმე ისე რომ გამოყოფთი? ნუ ეხა სოსო როგორ არ უნდა გამოყოს. სოსომ ისეთი რამ გააკეთა YouTube-ის ისტორიაში. სოსო პირველია რა. კაკო ჩემთვის არის პირველი, მაგრამ სოსო YouTube-ისთვის არის პირველი. სიგიჟე გააკეთა. ხალხს იყო. ძალიან დიდ რისკებზე მიდის ხოლმე ზოგადად და ძალიან მაგრად უყურებს ყველაფერს. ჩემი აზრით ძალიან ბევრ რაღაცას თulis წინასწარ რა. და ძალიან მაგარია. აი ხა დარწმუნებული ვარ რომ 1-4-5 ვიდეოს ის აქვს რომ საით წავა რა. ხო, ან წინასწარ გეგმავს მე მგონია ეგრე რომ იმინა იცის, იმიტომ რომ ისეთი თანმიმდევრობით მიდის ხოლმე რომ შანსი არ არის რომ ესე ადგეს და მოდი ხა აქ წავალ რაღაცა გერმანიაში წავალ და ეგრე წავიდეს არ წავა ეგრე რა. YouTube-ზე რადგან ვლაპარაკობთ, ბოლო პერიოდში ხდება ესეთი ვიდეოები სათაურით რომ YouTube კვდება. ეგ არა სისულელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმდენი YouTube-ები დაემატა და ხალხი ანუ ძალიან ბევრი პროექტი არის ისეთი, რომ ესეთი გადაცემები შენ როგორ ის გაქვს PvP, ანუ იმდენი რაღაც ცოცხალი რაღაც არის, რომ აი უკვე ყველაფერი გაქვს აქ რო შემოდიხარ რა. არის იუმორისტული პოდკასტები, არის ცოტა სევდიანი პოდკასტები, განათლების პოდკასტები, თქვენი პოდკასტი, ცოტა როგორ გითხრა, ესეთი გადაცემები. ხო, ინტერვიუ, ეს არის ინტერვიუს ფორმატი და ჩვეულებრივი ან მეც როგორც ვიღებ ჩემ ცხოვრებაზე ყველაფერს გუგა გიორგობიანი ქვია და ჩემ ცხოვრებაზე მივდივარ და ჩემი ტიპი მიდის და აკეთებს ყველაფერს ანახებს ხალხს. ანუ აი ყველაფერი არის უკვე YouTube-ზე და მგონია რომ ეგ ისე არ ვითარებს რომ თუ ვიღაცა იმას იძახის რომ ნახვები დამივარდა მე მგონია რომ არ არსებობს მაგარი ვიდეო, რომელსაც ნახვები არ აქვს რა. ანუ საკუთარ თავს უნდა დააბრალო. კი, ანუ არსებობს ეგეთი ვიდეო, რომელსაც მაგარია, მაგრამ ნახვები არ აქვს, მაგრამ მასაზე გასასვლელი ვიდეო მაინც ყოველთვის სხვანაირია რა. ყოველთვის რაღაც გჭირდება რომ მასაზე გაიყვანო ვიდეო. და თან მან მიზეზი რა იცი? რომ TikTok-მა გააფუჭაო ეგ. TikTok-მა. და ჩვენი YouTuber-ებიო. ხო. იწვევენ TikTok-ერებს თუ უნდაო. ხო. და ეგ არ ამგონია. პირიქით TikTok-ერები მე TikTok-იდან გადმოვედი სიმართლე ვთქვა და TikTok-ი არის როგორი რაღაც იცი? აი ესე შეუძლია რომ ტიპი გახადოს პოპულარული ძალიან. აი როგორც ახლა დღეს ვიღაცებს პროსტა არ ვიტყვინები არა ხო. ერო ამოგიგდებს და სულ მაგაზე კეთი რო არის თავის კვარტალი ერთად მაინც თქვი, მაგრამ კი ხო, მე რა თქმა უნდა. წამში ხდებიან პოპულარულები. მერე რაღაც დროის მერე არიან ტიპები, ვინც რჩებიან და რაღაც დროის მერე არიან ტიპები, ვინც გადადიან. ეგ კეთი ახლა გადაცემაში რომ მოიყვანო, მიუხედავად იმისა, რომ 3-4 წელია ვიდეოებს ვაკეთებ, აი უეჭველი ბევრად მეტი ნახვა იქნება, იმიტომ რომ შევარდნილია რა, ახლა არის ჰაიპში. მაგრამ არიან ტიპები, ვინც ინარჩუნებენ თავს, ანუ მაგალითად მე, ან აი ხო ხდები დიდი ხანი ვინც არის და მიდის და მიდის. TikTok-ერი რამდენი წლის წინ დაიწყე? მაგ ქალს არ შევადარებ ხა. არა, მე კი რა თქმა უნდა, ხო. TikTok-ერობა დავიწყე 4 წლის წინ ან 3 წლის წინ. 3 წლის ხო და მაგის მერე აქტიურად მივყვები ძალიან ბევრი რაღაც ქონდა ჩელენჯები, ვიდეოები სხვა. ჩელენჯი შენ ისეთი ქონდა Porsche-ზე? ხო, აი ჩელენჯი. ეგ იყო გამართლებული. ეგ იყო ყველაზე მაგარი. TikTok-ერულად რო შეხედო, გამომწერების ხრივად რო შეხედო და აი ეგეთი ჩელენჯი რო ვინმე კიდე დამიწესოს. არ არსებობს რო ვერ გავაკეთო, აი მილიონზე რო დამიწესო. ნახე რა მაგ უფრო ეგეთი ტიპი ვარ რა. როცა სადღაც უნდა მივიყვანო და სტოპი აქვს სადღაც და ვიცი რომ ყველა მეუბნებოდა რომ ვერ ახვალ. ჩემი ძმაც კი მეუბნებოდა რომ ანუ შანსი არა ვერ ახვალ და მე და მამაჩემს კიდე ეგეთი პირობა გქონდა რომ თუ ვერ ავიდოდი არ მყიდულობდა რა. პროსტა სიტყვა გქონდა რომ რაღაც სხვა მანქანას ყიდულობდა და ანუ მამაშენს არ ჯეროდა რო ახვიდოდი მაგითო. მამაჩემს ჯეროდა, მამაჩემ იცოდა, მაგრამ აი მაინც სხვებს არ ჯეროდათ რა რომ მე უცბად რაღაც мотиваციაც ისეთია რა. мотивация ადია, მაგრამ გამომწერდა და გიყიდი Porsche-ს, ძალიან კარგი мотиваცია იყო. თან მუხამი მქონდა სულ ვიდეოს რო ფიქრობდი, სულ ვაკეთებდი, ხალხიც რო ძალიან ჩართული. მოკლედ ეგეთი რაღაცები ისე მიყვარს, რომ ეხლა რო ვიღაცამ ჩელენჯი მოწეს, რომ მილიონამდე ადეო კიდე ავა. რა აი TikTok-ზე იმენაოვალ რა. რომელიღაც კომპანიებს გთხოვთ რა მილიონი. საინტერესო იქნება თან რო თქვას რა. რომელიმე კომპანიამ რო გითხრას რომ მილიონზე თუ Porsche რო გავწურო, რომელსაც მამაჩემს ვაჩუქებ მე. ვაი, რა საინტერესო. შეიძლება რაღაცებზე კაი ვიდეო. კაი გეგმა. მე უყურებდი აუცილებლად. ანუ ეგ ამბავი ტყუილია შენი აზრით. ხო, YouTube კვდება, TikTok-ერები არ ხდება.
ხო, ანუ TikTok-ერი კიდე რაღაც TikTok-ერი ტიპს ჭირდება რა. ხო, სხვანაირი რაღაც ან გაგება არის TikTok, ანუ TikTok-ი თავიდან ხო იყო, რომ ეგ პერიოდი გახსოვს? TikTok-ი არ მიწერია. TikTok-ი არ მიწერია, დღემდე აქვს ვიღაცებს და დარწმუნებული ვარ, რომ ანუ 50% მატყობს მაგედან. მაგრამ არის ვიღაცები, ვისაც პროსტა არ უყვარს ქსელები რა. არა, ეგ TikTok-ი არ მიწერია. გოიმობა, ხო, TikTok-ი გოიმ. ეგ პერიოდი იყო რა. მახსოვს მე, იმიტომ რომ მე ხალხი შემოვიდა, ხო ხტები, ადრე მართლა ისეთი იყო, რომ ანუ ადრე სულ სხვანაირი TikTok-ები იდებოდა და ეხლა ყველანაირი ხალხია რა, TikTok-ზეც, YouTube-ზეც და გაქვს რა არჩევანი რომ უყურო რა, არ მოგწონს და არ ვარ დაინტერესებული და მე ხო, სწორად მივედით მაინც, მე მგონია რომ ძალიან ფერზე არ ვაჭერ, ხო იცი არ ვარ დაინტერესებული, ყველაფერს უყურებს, სულ მოინტერესებს, აი ყველა ტიპი რას იღებს, ყველაფერს მოინტერესებს. მე გუშინ დავარეფრეშე for you. for you-ს მე ვთვალე. იმიტომ რომ ხან ძალიან ბორს მიგდებს ხოლმე ფეხბურთებზე და რაღაცა. კი, ხო, ფეხბურთი კარგია, მაგრამ მე მიგდებ და სულ აი ავიაციის ვიდეოებს, ანუ ერთხელ უყურე და იმის მერე სულ ავიაციაში ვიყავი რა. მე ფილმებსაც კი უყურებ TikTok-ზე, ხო იცი? part 1, part 2, part 3. აუ, ძალიან ისა. მე რო ეძებ მაგას, აუ, მაგაზე. მეგობარი თორნიკე ამბობდა, რომ ეგეთი TikTok სერიალი გადავიღოთ რა. აუ, ვიგეთ. ძალიან გაიდეა ეს ამოვჭრეთ. ჩვენ ვიდეოებზე რა. რაღაცას რო დებდით ხოლმე. ვიღაცები დებდნენ part 1, part 2, part 3 და ტიპები ანუ ეგ ვიდეო TikTok-ზე მაქვს, მეუბნებოდა ჩვენ რო რაღაცას. მე რაზე მეშლება ხოლმე ნერვები, იცი? ანუ გადაცემიდან რაღაც მონაკვეთს რო ამოჭრი რა, კარგად და წარწერას რო გავუკეთებ ამას და რო დადებ და ძალიან ცოტა ნახვა რო აქვს. და მე სხვა გვერდი რო დებს შენ ვიდეოს რა. იმიტომ რომ ისინი მაგას აკეთებენ. ჩვეულებრივ ფორმატში რა. არც TikTok-ის ფორმატში არა და ბევრი ნახვა რო აქვს. ბევრი TikTok ედიტორი არის, რომლებმაც ისე იციან როგორ უნდა გააგდონ მოჭრილი ვიდეო. ვიდრე შენ იცი შენი ვიდეო როგორ უნდა გააგდო რა. საქართველოში ყავს ეგეთი კი, ძალიან ბევრი არის. ანუ მეც ყავს მეგობარი გიორგი 777. ანუ ეს არის ვიце, მაგრამ მე TikTok-იდან ვიცნობ. და მაგარი კაცია ძალიან. გიორგი ლუმიძე, გამახსენდა. გიორგი ლუმიძე. ხო და ცოტნე გელაშვილი არის, ნოდო არის ერთი, რომლებმაც ისე იციან ვიდეოს მოჭრა, რომ შენი ვიდეოდან შეუძლია მონაკვეთი მოჭრან და ეგრევე გააგდებენ TikTok-ზე რა. აი ეს ვიდეო, ეხლა რომ ნახონ რომელიმე for you-ზეა რა. For you-ზეა? სალამი. თალა. ყავდეს Porsche რთულია? კი. ჩემი ასაკისთვის რთულია. ანუ საწავის ხარჯი ან სერვისის ხარჯი თუ გამოგიწევია მომის. საწავი დიდად არ მაწუხებს, იმიტომ რომ საწავი მგონია რომ ეგრე უნდა იყოს, მაგრამ აი გაუთვალისწინებელი ხარჯები რაც არის, ანუ ეგეც გათვალისწინებული აი ზეთი შეცვლა რო გიწევს, კალტკი შეცვლა რო გიწევს და ეგეთ რაღაცებს უცბად ბევრად ზვირიღებს, ვიდრე ჩვეულებრივ მანქანაზე და რაღაცაზე ხა მაგალითად გეტყვი რომ დორნიკებში წყალი არ ამომდიოდა რა და მატორში კი ქვია მაგნატელს რომელიც უშვებს. ან ჩვეულებრივ მომენტებში ხო ვიცი. BMW-ზე 25 ლარას შევცვალე რა ჩვეულებრივ და წამოვიდა. ამაზეც მივედი ერთ-ერთ სერვისში და მეთქი შეცვლა მინდა მეთქი და რაღაც მეთქი 430 ლარიო. და მეთქი მატორში კი რაღაც მეთქი და 30 ლარიო. ანუ შეცვლა ღირდა 400 ლარი. მე უყურე მაგრა არის. ეხლა რაღაც რო გაუფუჭდეს ხო? რამ ხელა პასუხს გეუბნება Porsche. მაგიტო დავდივარ ტაქსით. არა, მაგიტო არ დავდივარ. მაგრამ მიყვარს მანქანის სიარული, მაგრამ უფრთხილდები და მანქანას. სერვისის თანხა მამისთვის თუ გითხოვია? ერთი შემთხვევა მქონდა, რომ ძალიან ბევრი რაღაც მქონდა შესაძლებელი და ვთხოვე, მაგრამ მე არ ვართმევ მამაც ჩემს ისე ფულს, რომ უკან არ დაუბრუნო რა. ანუ მამაც ჩემი არასდროს არ მეუბნება, რომ დამბრუნო, მაგრამ ეგ ჩემთვის არის, რომ გამოვართმევ, უნდა დაუბრუნო რა. წესი მაქვს ეგეთი, რომ არ შემიძლია. ბევრს კი გონია, რომ ეხა ვართმევ და ხარჯავ და გულაობ და რაღაცა, მაგრამ ანუ არ ვარ ეგეთი ტიპი და ძალიან კარგია. მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ეგრე არის. 18 წლის მერე მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე რომ გადახოს ცხოვრებაში. 18 წლიდან დავიწყებ ცდილობდი ჯერ კიდევ ცოტა გადამდიოდა, რომ აი მაინც მჭირდებოდა, მაგრამ ეხლა უკვე უნივერსიტეტის თანხა იქნება, ჩემი პირადი მანქანის თანხა, არაფერს. თუ ვართმევ, ვაბრუნებ რა. კი ბატონო, მიბაძეთ ამ ადამიანს, ძალიან კარგია. იმიტომ რომ მე რაღაცა ეგრე მქონდა მეც twin-ში ჩამძარი, რომ აი სამსახურში დაიწყებ. ესე რო აკეთებდი. კი ბატონო, ხო და მე 1992. ხო. გაგვიმარჯოს. ეგრე რეცი ახლა. აი ვერასდროს ვერ ხვდები როგორ უნდა მივხვდე. აქ რო ეხა სულით როგორ უნდა მივხვდე რა არის. მე თითქმის 9 წელია რაც ჩვენი სპონსორი გონაძეებია და ვერცეთ ღვინის გემო ვერ დავიმახსოვრე. просто გემრიელია. კაი. კი ხო? მე რა მანქანი 12 აღარ და. აღარ მიხდის და შეგვიძლია კაი. გაუგრძელეთ გაუგრძელეთ კონტრაქტი. არ გვინდა ეგეთი რამე? არ დაიკიდე. სხვა მოვა. ხო. ღვინები დაგვიკავშირდი. შენი საუკეთესო YouTuber-ი ხარ თუ TikToker-ი? ბევრად მაგარი TikToker-ი ვარ, ვიდრე YouTuber-ი, იმიტომ რომ
აი სწავლის პროცესში ვარ რა, რაც არ უნდა უკვე დიდი ხანი კი გავიდა 1 წელია, რაც YouTube-ზე ვარ, მაგრამ შედეგიც მაქვს კარგი, 100.000-მდე გამოწერი მყავს. მაგრამ აი TikTok-ზეც ეგრე ვიყავი რა, რაღაც დროის მერე ვისწავლე და ეხლა შემიძლია ვთქვა რომ ვიცი რა, ანუ აი ვიცი რა ვიდეო როგორ გავარდება, მე რასაც გადავიღებ. YouTube-ზე დღემდე არ ვარ ეგრე, მაგრამ სწავლის პროცესში ვარ და ვიცი რომ მაგრა დავამუღამი. რა თქმა უნდა. და საქართველოში საუკეთესო TikTokeri ხარ? აი საქართველოში მგონია რომ აი საუკეთესოც შემიძლია რომ თქვა, იმიტომ რომ აი მგონია რომ ყველაზე მაგრა ვიცი რა ეგ. ანუ სხვებიც ძალიან მაგრები არიან, მაგრამ მეც ერთ-ერთი ტოპი ვარ რა. ესე არ ვიტყვი რომ საუკეთესოა, მაგრამ მაგარი ვარ რა, მაგაში იმიტომ რომ ვიცი რა. და YouTube-ზე კაკოა. კაკო არის, ანუ კაკო არის ვისაც ძალიან ხშირად უყურებ, მაგრამ TikTok-ზე მაინტერესებს ეგრე ვის უყურებ? TikTok-ზე ვის უყურებ? TikTok-ზე სიმართლე რომ გითხრა, ყავს სულ სხვადასხვა ფავორიტები, მაგრამ ერთი არის ოთო, ჩემი ძმაკაცი, რომელიც უბრალოდ არ იღებს ხოლმე ხშირად ვიდეოებს, თორემ მგონია რომ ყველაზე გავარდნადი ტიპი უნდა იყოს ოთო გაბრაზებული, ეგრე აწერია. შენ გითხარი, კვიზი რო ჩავწერეთ, პატრა კვიზი, ოთო გაბრაზებული. კი, მანდ გითხარი და კიდე არის ერთი ბიჭი არის, გლობალზე არის, ხა ქართული გასული სიმღერებს რომ ღერია. ხო, სამი ტიპი. აუ, მაგრამ მე პროსტა როგორ რაღაც 10.000 გამოწერი ყავდა. მაგეთ მივიდიოდ დასავლეთით ცხოვრობს და მივწერე რომ მეთქი იქნება რამე გადავიღოთ მეთქი და მე პროსტა ვეღარ შევხმიანდით თუ რაღაც, თორემ მინდოდა რომ აი თავიდან ვერ ხვდები რომ მაგრა წავლენ. თან გლობალზე ძალიან მარტივად გავიდნენ. ეგრევე იმენა გარბიან. აი რაც არ უნდა გადაიღონ ეგრევე გლობალზე არიან, ძალიან მაგრები არიან. ძალიან მაგრები ხარ, ძალიან ხალისობ. თან არ გადღერიან, იცი? მართლა ნიჭიერები არიან, მე მაგას ტექსტს ანუ ზუსტად მაგხმით და ყველაფერს ეგრე აკეთებენ. ჩასვი მე ეგ ვიდეო რა. ანუ ვიდეოებს ეს ფიქრობ, TikTok-ზე მაქვს საუბარი რა. ეხლა ჩემთან არის ჩემ შემთხვევაში რომ ვიცი რომ მარტივად ეს ასტუმარი და 12 კითხვას მოვიფიქრე. ვიდეოებს ფიქრობ ხოლმე, მაგრამ ხანდახან არის მომენტი რომ უცბად მომივა რომ ეს TikTok ვიდეოა და უნდა გადავიღო. ლაივებში გადიხარ? არა, ძალიან იშვიათად. არა ხო? უფრო არ ვარ. Instagram-ზე? არც Instagram-ზე. ანუ ლაივის როგორ გითხრა, აი ვერ ვამუღამებ რა, ეხა თამაშებს მე არ ვთამაშობ. ეხლა კი უნდა გადავიღო რაღაც თამაშებზე YouTube ვიდეოში უნდა ჩავსვა ეგ თამაშები და ერთი დღე შეიძლება მომიწიოს გასვლა და ამ გადაცემიდან გეუბნებით. და ისე არ მიყვარს ლაივი. აი ძალიან იშვიათად მეგობართან ერთად თუ ვარ და აი არაფერი რო არ ხდება და მოდი ლაივში გავიდეთ. მე რა მიყვარს ხოლმე, იცი? აი ძალიან ხშირად შემხვედრი და დარწმუნებული ვარ შენ შეხვდებოდა. ანუ ცნობილი არა, ახალი TikToker-ები რო არის, რა დარეგისტრირდა 1000 გამომწერზე ავიდა ლაივში გავიდა და ძალიან ბევრი ხალხი უყურებს. კი, იმიტომ რომ არიან ტიპები TikTok-ზე, ვინც მარტო ლაივებს უყურებენ. ანუ მე მყავს ამ ბევრი მეგობარი, რომ აქ ლაივის ხო აქ ლაივში დააჭერ. გადადიხარ და მანდ უყურებენ რა, პირდაპირ ეგენი უყურთ და აი რა ვიცი, ლეველი გაქვს, რამდენსაც უდუნატებ, ადიხარ. ანუ ცალკე თამაშია, ცალკე TikTok-ი ხო? ან როგორც მაყურებელი? როგორც მაყურებელი, მანდაც გემატება რაღაცები. ანუ ნახე TikTok-ი არის და არის TikTok ლაივები. ანუ ჩემი აზრით ორი სხვადასხვა რაღაცაა, რომ იქით რო შედიხარ, აქ მაყურებელიც ფასობს, ხშირი მაყურებელი ხარ, ლეველებზე ადიხარ, თუ დაადონატებ ტიპი გწნობს და იქ რო შედიხარ, ანუ ხო ხდება ვაფშე სხვა რაღაცაა. ეგრე მაგრა ვერ ვარკვევი, მაგრამ ვიცი რომ TikTok-ის აპლიკაცია კი, ძალიან მაგარი აპლიკაციაა, ყველაფერს მაგრა ხო, და მე ვამბობდი რომ დრო გაიზრდება თქო. თუ კი გაიზარდა, მაგრამ არ გამიკვირდება რომ 1 საათიანზეც გადავიდეს. ეხლა უკვე 10 წუთიანი გახდა, რომ 10 წუთიანი ვიდეო დავდეთ გუშინ წინ პირველად და ჩვეულებრივ როგორც 30 წამიანი ვიდეო მიდის ხოლმე, ისე წაიღო? კი. და მე მახსოვს რომ იყო 60 წამი. თავიდან 60 წამი იყო. და მე სულ ეგრე ვიძახდი რომ აუცილებელია რომ 30 წამზე ნაკლები იყოს ვიდეო TikTok-ის. მაგრამ მამაჩემ დაამსხვრია ეგ. გაუმარჯოს ვერთ, იმიტომ რომ მე დიდი ვიდეოები მაქვს. 5 წუთიანი, 6 წუთიანი ვიდეოები ვიდეოს და აი ჩვეულებრივ აქვს ყველაფერზე ნახვა. ვიცი, სუფორი უზეა და YouTuber-ია ოღონ TikTok-ზე. კი, ჩვეულებრივ აქვს რა. უნდა გავუკეთო, მამაჩემის YouTube არხი იქნება, მალ ვაპირებ მაგის გაკეთებას. გამოყვება? ვეცდები გამოვიყო. მაგრამ როგორ არ გამოყვება? აი რაღაც სხვა გეგმა მაქვს და მე მოგიყვები მაგას. გადაცემის გარეთ? გადაცემის გარეთ. კი ბატონო. იმიტომ რომ სურპრიზად მინდა დავტოვო რა დაიწყოს. კი ბატონო, საინტერესო, ბევრი საინტერესო რაღაც დაანოს. კარგი. ნახე, ფერმაში ვიყავი, ვიდეო გადავიღე. გუში რო გესაუბრე, გადაღებაზე ვერ დაგირეკავ ცოტა ხანში, მან დიღავი სავარაუდო. ფერმაში ვიყავი და კურდღელმა ნახე რა მეკრა. უნდა ავიც რა. ხო. ცოცხალია კურდღელი? ხო, აბა. მაშინ ვერ დავბრიდო. არა. დამკაცრა რა. აი სხვათა შორის რიბაკებზე რო ვისაუბრეთ ლაშაზე. ხო. დასვენებლად ვიყავი და უკმინა ძაღლმა რა. ხო. ბიჭო, არ მივაქციეთ ყველა და ძაღლმა უკმინა, ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვისაც უკმენი. და წამოვედით და დაგვირეკა მე პატრონი რომ ძაღლი მოკოდაო რა. მართლა? ხო.
წავიდა და 60-აც რა გაიკეთა. 60-აც რა. აიმე. ეხა მაგრაში მაშინ. დარეკე იკითხე კურდღელი ხო ცოცხალი. ოღონდ მართლა. სპირტი დავისხი. რავი, აბა რა უნდა ვიქნა. პატარა ნაკაწია რა, აგე. არაფერი არ იქნება. არ ვიცი, თან რაღაც ჩელენჯი იყო, რომ ეს კურდღლის პატრონები მეუბნება, რომ 30 წამში თუ დაიჭერო, ნებისმიერ სურვილზე და ეხა არ მიყვარს ეს ყურებიდან დაჭერა კურდღლის და ანუ პატივი ვეცი. არ თვითონ არ წავადი და ხელი გამაგლიჭა იმენა. შენი აზრით, რამდენ ხანში შეძლებ რომ უყიდო მამაშენ სპორტში? მაგას ვცდილობ, რომ გამომივიდეს და აუცილებლად გამომივა. მე მგონია, რომ მაქსიმუმ 5 წელი რა. მაქსიმუმ 5 წელი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, 5 წელში YouTube-ზე შემხდება thumbnail-ი, როგორ დავაბრუნოთ ვალი. კი, აუცილებლად იქნება ეგ ვიდეო. ეგ ვიდეო ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, რომ მე ეგ გავაკეთო რა. ან თუ ვერ გავაკეთე, ჩემსაც გავყიდე და ჯიბში გავსვი. ხო, კიდე პორშეს გადაიფიქრე? ყიდი. ყიდი რა. ანუ სხვადასხვა გონია, რომ ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს რა მანქანაზე. მაგრამ ვცვლიდი ისეთ მანქანაში, რომელსაც მამა ჩემი გამოიყენებდა, რომ მამა ჩემს მოეცა ჩემთვის ფული და მე გამომეყენებინა ეს ფული, იმიტომ რომ პირდაპირ მეთქი ჯიბში გავცვლით თქო. აჰა. და სულ სპორტულ მანქანებს თავაზობენ და აი რაღაც ისეთი მინდა, რომ უკვე ცოტა ხანი გადავიდე. 60 მანქანა, როგორც ეგრევე ეძახიან, 60 მანქანა მინდა და ჩვეულებრივზე უნდა გადავждდეთ ცოტა ხანი. წესით და სამღლელი იყო ისე პორშე? ხო მაგარი კითხვა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ თავისი მუღამი აქვს და თავისი ხმარება უნდა რა. ჩემი აზრით, ეგ მანქანა რო ყავს, აი მეორე მანქანაც გჭირდება, რომ სამძრო ხავდეს, იმიტომ რომ ყველგან ფიზიკურად ვერ იქნება რა. ეხა აქ რო შემოვიდე, დავაკელი მანქანას, შემდეგ ვიდეოში ჩატოლე ფასი. ეს ამოვჭრა, იმიტომ რომ მანქანას ყიდი და უბანზე მეგობრებმა შექმნით თუ ჯერ უბანზე შექმნით და მე დამეგობრდით. ვიღაცები ვიცნობდით ერთმანეთს თავიდანვე, მაგრამ მეგობრები არ ყოფილვართ რა და მე დავმეგობრდით საქმეში. შევიკრიბეთ ესე ვიჯექით ერთმანეთს უყურებდით, რომ ვიხუტებით, რომ ძალიან დიდი ხანი. როგორ შეიკრიბეთ? დაგვირეკა ერთ-ერთმა პროდიუსერი ვინც იყო კახი. დაგვირეკა რომ გეგმა მაქვს YouTube არხებში და ყველა მინდა რომ მოხვიდეთ. მე ბიჭები რომ გავიცანით, დავმეგობრდით და დავიწყეთ არხი. თავიდან ძალიან მაგრა დაიწყო, მე ჩავიდა, მე ისევ ძალიან მაგრა, მე ისევ ჩავიდა და ეხლა ისევ ალბათ წავა ზემოთ, იმიტომ რომ ეგ უწევს. ზევით უწევს და ნახოთ აბა. YouTube ისე მე თავიდან მეგონა რომ YouTube მეგონა რა ეგრეს ვფიქრობ, ცოტა გაბრაზებული ვარ ხოლმე რომ ვიდეოებს რო ნახო არა აქვს. მეგობარი პლატფორმაა შენი აზრით? მეგობარი პლატფორმაა, კი რა. ანუ მაინც გქონია რომ მე პირველი ვიდეო რო დავდე დამიზმაკასდა მაშინ YouTube. ანალიტიკას მოეწონა. 400.000 ნახვა ჰქონდა. პირველ ვიდეოს? ხო, პორშე ჩამოვიდა მეთქი. აუ რა, კარგია, ხო. ეგ გათვლა მქონდა ეგეთი რომ ანუ მაგის მერე გადავდივოდი YouTube-ზე, იმიტომ რომ ნახე აქ ყველა TikTok-ზე ელოდება და უცბად სხვა აპლიკაციაზე მიჩნდება ეგ. რა თქმა უნდა TikTok-ზეც დავდე, მაგრამ ცალად YouTube-ზე გავაკეთე. 400.000-ის შემდეგ უკვე რა იყო? თუ გახსოვს? 400.000 შემდეგ უკვე იყო წამოვიდა, ანუ რა გავაკეთე? ნახვაზეც და თუნდაც რა გააკე, ანუ სად იგრძენი რომ მეგობარი იყო? სად ვიგრძენი და ანუ მე დავიწყე ექსტრემალური ვიდეოები. ჩემი არხი სულ მოძრაობაში რო ვიყავი და ვამუღამდი რომ ყველა ვიდეოზე ანუ ალგორითმი ხელს მიწყობდა. მე გავჩერდი ცოტა ხანი და დავიწყე სხვანაირი ვიდეოების გადაღება. შევცვალე რა სტილი. შევიცვალა მე მონტაჟი, შევცვალე სტილი, ყველაფერი და რაღაცნაირად ისე გადავიწყე რომ მე თვითონ არ მომწონდა რა უკვე რაღაცები და შენ თვითონ როცა არ მოგწონს ვიდეოები უკვე აზრი აღარ აქვს რა რაც აი 400.000 ნახვები რო ქონდეს ყველას მე თუ არ მომწონს შენ თვითონ არ ამონტაჟებ ხოლმე? მე სულ გვერდზე ვზივარ, მაგრამ მაინც პროფესიონალს ვამონტაჟებინებ ხოლმე. მონტაჟი იცი ისე? ცოტა რა, ისეთ პროფესიონალურ დონეზე არა, მაგრამ გავაკეთებ ვიდეოს. მე ჯერ მონტაჟი ვისწავლე და მე მოვედი ამ სფეროში და ეგეც ძალიან მაგარი იდეა და მეც ვსწავლობ. სხვათა შორის ისა, არა, მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის მოსაწყენია. მე მევასება. მე შემინდა რომ სულ ვიჯდე და ვამონტაჟო ვიდეო. ანუ დაჟე მეგობარი რო ამონტაჟებს ვიდეოს, მეგობარი იუთუბერები შევსულვარ და მიყურებია და რაღაც რჩევები მიმიცე, ისე მიყვარს მონტაჟზე ჯდომა რა. ო, საინტერესოა. რაღაცნაირი ის არის, სიმშვიდეა, შედიხარ და აკეთებ იმას, რაც გიყვარს რა. მე ეგრე უყურებ, აუცილებლად ვისწავლე პრემიერსაც და აფთერსაც უმაღლეს დონეზე. და თუ ქრაშავს? თუ ქრაშავს, მაშინ უნდა მიმართოთ ეთხოვს. ჩემი მეგობარი კომპანია. კი ბატონო. შეყვარებული ყავს? არა. მე ვიცოდი, მაგრამ მაინც კითხე. ხო და. ნახე სულ სერიოზული კითხვებია და მაგარი. ხო, იმიტომ რომ ესეთ პოზიტიური მგონი არცად გადაცემაში არ ყოფილვარ ვორცდებ.
წინა გადაცემაში რომ ვიყავდა. მაგრამ მე მოხდა ეს ცხოვრებაშიც ხდება ეგეთი მომენტები, რომ რაღაც დროის მერე ადამიანებს გიწევთ დაშლა, მაგრამ ეხლა ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან და ზადით პატივს ვცემ როგორც ადამიანს, როგორც გოგოს, მაგრამ გაიყო რა. აი, კარგად გაუსვი ხაზი და მე რა მაინტერესებს ისი მაშინ, რადგან ახსენე, მეც გითხავ, ადამიანები როს ერთმანეთს შორდებიან. ხო. ხო არ ეგეთი სტერეოტიპი, რომ სტერეოტიპი რა ეგრე გამოხატავენ, რომ ერთმანეთის ძულთ. კი, ბევრი ვიცი ეგეთ. ეგ ნორმალურია, ჯანსაღია? არ ვიცი, რა სიტუაციას გააჩნია, რა ვიცი, რა შეიძლება ისეთი რამე გაგიკეთოს ადამიანმა, რომ გძულდეს და ვერც ვერავინ ვერ გეტყვის ვერაფერს, რომ გძულს. მაგრამ ეხლა ჩვენ მე არ მყოლია ეგეთი ადამიანი გვერდზე, ვინც გძულს რა. ანუ ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ყველას მის გზაზე გაუმარჯოს. ეგრევე გადმოვიდა რა. როგორც მე უკვე ჩემთვის ვარ თავისუფლად და თავისუფალი ვარო, მეგობრებო. არა, ეგ დაჟე არ მიყვარს. არა, მაგის მე ხუმრობ. რაღაცას შემოყვება. კი, ხუმრობ. ამოჭი. დალაიქეთ ვიდეო გამოიწვევთ ხარ. და როგორ ხვდები, რომ გოგო შეგიყვარდა? ტიპთან თუ გრძნობ ძალიან კომფორტულად თავს და სულ თუ მინდა რომ მაგასთან ვიყო, მე ვეღარ ვეშვები რა, ძალიან ვიცი ხოლმე მიჩვევა. მიჩვევა, კი ბატონო. და აი მე ვეღარ ვეშვები და თავარი არის ჩემთვის აი ტიპს ვეწყობოდე, კომუნიკაციაში ვლაპარაკობდე და ერთნაირ თემები გვაინტერესებდეს და მე მიდის. ეხლა კი ან ბევრი რამე არის კიდე მთავარი, მაგრამ მაინც ტიპი არის მთავარი რა, ვისაც გაუგებ მაგრად, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც გიწევს ძალიან ბევრი ლაპარაკი და რა თქმა უნდა. არაფერს აზრი არ აქვს სხვას. თუ ვერ ილაპარაკე და პროსტა ძალიან ლამაზი იყო, ანუ აზრი აქვს რა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, საუბარს და რჩევებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა. გულწრფელობას გაუმარჯოს ამ. გულწრფელობას და სიყვარულს გაუმარჯოს ამ. გენოცოდი. პატარა კვიზი რო ჩავწერეთ. ფოტოშოპში ძალიან ბევრი ნახვა ქონდა და კიდევ ერთხელ მადლობა. ხო და მან მე დაგისვი ყველა კითხვა ესეთი რა, ყველაზე უცნაური კომენტარი რა წაგიკითხავს. თუ გახსოვს. დედაზე გითხარ. კი. ხო და მაგვიდურიც დაიწერა. კი, კომენტი აი მე რატო ხარ? ხო, ანუ ეგრე იციან ხოლმე TikTok-ია რა. გასულ. მე ეგეთ ხარ. მე მახსოვს რომ გაჭრა მომიწია. ხო. კი. ანუ თემა არის ეგეთი რომ დედაჩემს პროსტა არ უყვარს რა ვიდეოებში გამოჩენა. თორე მე ისეთ ტიპი ვარ რომ გამოვაჩენდი, ანუ ხო ხტები რაღაც მომენტი იქნებოდა ეგეთი რომ გადამიყო ძალიან ბევრი ძალიან მხიარული ადამიანია ზოგადად და ანუ ისეთ ტიპია რომ აგარაკზე გააკეთა სახლი, ჩვენ სახლს თვითონ უვლის, თვითონ აკეთებს, თვითონ ამზადებს ყველაფერს და მოკლედ ძალიან ნიჭიერი ადამიანია დედაჩემი და აი ისეთ ტიპია რომ თავის ვლოგი რო კონდეს მაგასაც მაგრა გააკეთებდა, მაგრამ უბრალოდ არ აინტერესებს და აი არასდროს არ უნდა რომ გამოჩნდეს რა. შორიდან ყველა ვიდეოზე დაკომენტარებული აქვს, ყველა ვიდეოს აზიარებს, ყველა ვიდეოს, მაგრამ თვითონ არ უყვარს მოკლედ და ეგ არის მაგის პასუხი. რომ მეც ანალოგიური შემთხვევა მაქვს ახლა. დედაშემს კამერას რო აჩვენებ ხოლმე, ანუ არ გძნობს რა ადამიანი კომფორტულად და რატო? მე ბევრი მეგობარი წავს, ვიზეს ვიცი რომ უბრალოდ კამერა არ უნდა მიუშვირო რა, იმიტომ რომ კი ბატონო, ხო რატო უნდა დისკომფორტი რატო უნდა შეუქმნა იმ ადამიანს, ვინც გიყვარს და განსაკუთრებით ახლა როდესაც დედას ეხება საქმე. კი ბატონო, ამოწურავი პასუხი იყო და იმედი აღარ დაწერთ. აღარ გამრაზებული. კიდე დაწერ. ყველაზე დიდი რიდი ვისი გაქვს? ხალხის და მამაჩემის. ხალხის და მამაშენის. იმიტომ რომ ხალხის რიდში რა შეცდა? ძალიან ბევრ ამას არ გავაკეთებ. მარტო იმის გამო, რომ ხალხი მაფასებს და მამაჩემის შვილი რო არ იმის გამო რა, ძალიან ბევრ ამას პროსტა არ გავეკარები და ვერასდროს ვერ ვნახავს ტიპი ისეთ ადგილებში დამიცდეს ფეხი, რომლებშიც იციან რომ არ დამიცდება რა და არ გავაკეთებ. იმიტომ რომ ეგეთი ტიპი ვარ, რომ ძალიან ერთგული ვარ მაგ ხალხისაც და მით უმეტეს მამაჩემისაც რა. კარგი ადამიანი ხარ მოკლედ. მე ამას თქმა არ ჭირდება, მაგრამ შენს კარგი ადამიანი ხარ. მაგიტო ვარ ხოლმე, გადაცემის გარეშეც უნდა დავიწყო ხოლმე აქსიარული ისეთ სიტუაცია. ჩვენი კარი შემთხვევით ყოველთვის ღიაა, იმიტომ რომ იცი ძალიან გვიხარია როცა მოდიხარ ჩვენთან და ეხლა შეიძლება FIFA-ში წააგო 1-2 ხელი, მაგრამ არა უშავს. ეგ არ მგონია. ტრეშტოკი დავიწყე ახლა. მეც დავიწყე. პროსტა სანდრექსას რაც ვეთამაშე, მაგის მერე ვეღარ ვლაპარაკობ და საქართველოს ჩემპიონი გახდა კაცი, აქედან გიულოცავს სანდრიკ. კი, დღეს იყო მოსული სხვათაშორის ხუთშაბათს დაიდება Smart Podcast-ში. სანდრექსა იყო. დიდი სიამოვნებით ჩავუждები. ბიჭებს ეთამაშა FIFA და ისეთი ანგარიში დასრულდა, გაოცდებით, ამიტომ ნახეთ სმარტულები ხუთშაბათს დაიდება. საინტერესო იქნება. მე სანდრექსასთვის მაგ გოლი გატანილი. მაგის მერე აქ 10 გოლი გატანილი ოღონდ, მაგრამ გოლი ხო გაუტანე ჩემპიონს. თავარი. კი ბატონო, მე ანალიტიკას ჩავხედე ახლა. და ზე გამახსენე ანალიტიკას ჩავხედე YouTube-ის და TikTok-ის და
ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს 12-დან 25-20 წლამდე რა. ძალიან ბევრი კარგი კომენტარს მიწერენ და ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო კიდევ ერთხელ. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს უნდა აი ეს TikTok-ის უნდა გაკეთება, YouTube-ზე გადაცემის გაკეთება, ძალიან ნიჭიერები. ძალიან ნიჭიერები და არ არიწყებენ. 13 წლის ბავშვი ვნახე, მონტაჟი ცოდა. პირია უყურებდი რა. ჩემი მემონტაჟი ახლა არის 17 წლის და ძალიან ბევრი მემონტაჟისთან მქონია შეხება. 19 წლისაც არის, 17 წლისაც ყავს ერთი მემონტაჟი და ისეთი დონე აქვს, რომ აი ვერ წარმოვიდგენ. შეუძლია რომ ფილმი დაამონტაჟოს რა. ხო. თამნელებს ვინც აკეთებს ჩვენსოს 16 წლისა ეგ ბიჭის და ნიკა მოკითხო აქედან. მე ორი რას ურჩევდი? ციკო და ჩვენი ძმა. რას ურჩევდი ამ ჩვენ პატარა მეგობრებს? ჩვენ პატარა მეგობრებს ურჩევდი რომ თავარია დაიწყო. თუ დაწყება გინდათ, გადადგით ეგ ნაბიჯი. მესმის ის ყველაფერს რომ აი მეგობარი რას გეტყვის ფიქრი რო გაქვს. რანაირი იქნება კრინჯი ხო არ არის, მაგრამ არაფერი არ არის კრინჯი. თუ გულით გინდა რაღაცის გაკეთება და ვიღაცაზე გრძნობ რომ ნეტა მეც ესეთი ტიპი ვიყო, ძალიან მარტივად შეგიძლია რომ წარმოიდგინო და მე გააკეთო რა. მე ყველაფერი ეგრე მაქვს რომ რაღაცას რომ წარმოვიდგენ რომ ხდება და გაკეთებადია, მე მიყვები და ვაკეთებ ხოლმე რა და ჯერ არ მომსვლია ესეთ შემთხვევა, როცა რაღაც ძალიან გულით დომებია, რა თქმა უნდა ვერ გამომსვლია ბევრი რამე, მაგრამ რა თქმა უნდა ხო წამ. ძალიან ახლოს ყოფილი ვარ. მოკლედ ანუ შეგიძლია ყველაფრის გაკეთება. წარმატებას ჩემი აზრით ბევრი დამარცხება. აბა რა, ეგეც საჭიროა. საჭირო. ამიტომ ნუ შეშინდებით მეგობრებო. სადეთ და პირიქით ძალიან კარგი იყო და ის პასუხი მომეწონა რომ მრავალფეროვანი როა კარგიაო და მრავალფეროვნება თუ იქნება და კონკურენცია თუ იქნება, იქნება კარგი შედეგი. ყველანაირი უნდა იყოს. არ იცი რა დროს გაგიმართლებს რა. ანუ მე პირველი ვიდეო დავდე და აგერ კაცმა Porsche მოიგო. ხო, მე არ გამიმართლა მაგაში. მე ეგ უკვე ვიცოდი მაგას რო ვაკეთებდი, მაგრამ პირველი ვიდეო რო დავდე, მაშინ გამიმართლა. იმიტომ რომ 100.000 ნახვა ქონდა. ანუ ეგრე ძალიან იშვიათად ხდება, რომ ეხა ტელეფონი ამოიღო და 100.000. მაგის მერე პროსტა ეგ შეგრძნება რო გაქვს რამდენი ნახვა აქვს. მე აღარ გავჩერებულ ვარ რა. ჩემი ვიდეოს რო ქონდა 3.000 ნახვა, შეიძლება არც დამეწო. 3.000 ნახვა აღარ გააგზელებდი? შეიძლება მქონდა ის, მაგრამ მე პროსტა კიდე მაქვს რომ ძალიან ამბიციური და ჟილკიანი ტიპი ვარ და თუ რაღაცა მინდა, იქამდე ვწდიდი, სანამ არ გამოვიდოდა რა. ძალიან კარგი უნარია, ეგ შეუძლია. გამიმართლა რა, მაგრა და მივყვევი და მაგის მერე სულ მივყვებოდი რა. და მივყვები დღემდე. და გავყვები. გაყვები ბოლომდე. ისე რა არის შენი, ესე ვთქვათ, არ ვსვავ თავიდან და მე მიზნებს გააუმარჯოს. მიზნებს გააუმარჯოს მეგობრებო და უთო დავთვრე ბოლოს. აქ ბაჭის ნაკაწრებს დალევა შეიძლება? შეიძლება კი, დავრეკოთ просто ჩაწერის მერე. ამდენი ინფორმაცია გავაჟღერე. ბოლოში რო გავიდეთ, მე ცოტა რთულ კითხვას დაგისვავ. ჩემი აზრით მე გამიჭირდებოდა ეხლა. ვინ არის ქართველი ტოპ 5 იუთუბერი? აი ძალიან ბევრი მაგარი იუთუბერია დღეს, მაგრამ მე გეტყვი 5-ს, რომელსაც ყველაზე ხშირად უყურებ. ხო? ხო. მე-5 ადგილი მაშინ. კაი, ეგრე? ხო. მე-5 ადგილი. მე-5 ადგილი ირაკლი შალიკაშვილი. ირაკლი შალიკაშვილი. ჩემი ძმა. მე-4 ადგილი. მე-4 ადგილი. რა ძნელია ეგრე. სამი უკვე ვიცი რა. პირველ სამს ვისწრებ. მე-4 ადგილი არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის, ძალიან მაგარი და არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს და ეხლა ძალიან ჩემებს ვიზახი რომ აი იმენა რო უყურებ და რომ მივალ არ გამლამძღონი, იმიტომ რომ ყოველდღე ვხედავ. ხო, ეგრეთ ხო. არა, ეთლა ეგეთებსაც არ ვიზახი, კაკოს და სოსოს ეგრე ყოველდღე არ ვხედავ, მაგრამ ვუყურებ რა, როგორ არ უნდა ვთქვა. მე-4 ადგილი იყოს ვინმე ისეთი მინდა ვთქვა, ვისაც გულით უყურებ და მართლა უყურებ რა, მაგით ვფიქრობ ამდენს. მე-4 ადგილი თქვენ გიყურებთ ხოლმე? თქვენ ან ბიჭებს ყველაფერი ეგრე ჩაწერე რა, მე-4 ნახე პროდაქშენი, კი ბატონო, დიდი მადლობა. პროდაქშენს გიყურებთ ხოლმე? მესამე ადგილი ჰანგრიმენი, მეორე ადგილი სოსო და პირველი ადგილი კაკო. კაკო, სოსო და კაკო. გიგისაც ძალიან კაი ვიდეოები აქვს ამ ბოლოს. ამოვიდა მიწიდან? აუ, ეგ არ ვიცი. სხვათა შორის არ მინახავს ეგ ვიდეო, მაგრამ ბევრ კაი რაღაცას იღებს ეს ბიჭს. ხო, ნანკა იყო იმიტომ სტუმრად გვარი და იმან მითხრა რომ ნანკა გვარსაც უყურებ. აი რა. ნანკა გვარსაც ეს ფორმატი აქვს და სხვათა შორის ძალიან კარგი სტუმარია და ძალიან კარგი წამყვანია, იმიტომ რომ აი ყველაზე ნახვამდი. აი ნანკაც ახალია, გიგიც ახალია და აი ხო ხვდები ქსიამოვნებს რა ყურება. ანუ პირველ ადგილზე გავიდა კაკო? კი. აჰა, ლითის დავიწყე. პირველ ადგილზე კაკო გავიდა, მეორეზე სოსო, მესამეზე ჰანგრიმენი, მე-4-ზე ჩვენი პროდაქშენი და მე-5-ზე ჩემი ძმა. ირაკლი შალიკაშვილი. მანქანების თემაში საუკეთესო მოკლედ.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მგონი საინტერესო მაგარი. გადაცემა გამოგვივიდა. კი, ბატონო. დროი როგორ გავიდა ვერ ვიგრძენი. ვერც მე პირველი გადაცემა, როცა ესე გულით ვილაპარაკე და აი მივდივარ, რა უკვე მიშვებ, კი არ მივდივარ. არა, FIFA გვაქვს, სათამაშო და მაგიტო ვჩქარო. FIFA-ზე უეჭველი უნდა ჩავიდე. აბა ხალხო, გემშვიდობებით, ჩვენ FIFA-ს ვითამაშებთ და მოკლედ 10000 გამომწერზე წერთ სერიოზულ სერიოზულ პოდკასტს. ქვით. დიდი მადლობა.